რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი საომარ ვითარების. ეს არის ცნობილი და ყველასთვის ოფიციალური ვერსია, რაც ასევე ევროკავშირი ამას ადასტურებდა. მომენტში პროვოკაციაზე აყოლება და შენ ტერიტორიაზე, შენ მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყება, ამას რა ქვია? უგუნურობა, გიჟი პრეზიდენტის ახერება, თუ რაღაცა უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენ საუკუნოვან მტერთან. დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლება არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია. ჩვენ მეორე დღეს როგორ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ გვინდა მთლიანობა ამ ქვეყნის. მე მინდა მთლიანობა ამ ქვეყნის და არ მინდა რომ არც ერთ პრეზიდენტმა დაბომბოს თავისი ტერიტორია და თავისი მოქალაქეები. მართალი არის რომ ცხინვალი იყო დიდ წილად დაცლილი რუსების მიერ, რაც იყო პროვოკაციის ნაწილი. ყველაზე დიდი დანაშაული დამეთანხმებით ალბათ, რაც ნაციონალურ მოძრაობამ ჩაიდინა მის მმართველობის პერიოდში და დანაშაულები ჰქონდა ძალიან ბევრი, მაინც თუ შევაჯამებთ და შევადარებთ ერთმანეთს, ალბათ იყო 2008 წლის ომში მათი პოზიცია და მით უმეტეს არ დაეკარგებოდა ტერიტორიების 20%. გახსოვს როგორ იქცეოდნენ, როგორ მიატოვეს დახოცილი ჯარისკაცები, როგორ უპატრონო დღეში დატოვეს ცოცხალი ჯარი. ჩვენ მოუწოდებთ